მოგესალმებით ყველას. აქ სასახლეში ძალიან დიდი პატივია ქუთაისის საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიღება. დღეს ქუთაისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საჭიროებო საკითხები წყდება, თქვენ კარგად იცით. მე მინდა სურათი წამოვიღე. გაჩვენოთ თუ გეცნობათ. აბა ვინ არის? ეს არის თქვენი მაჟორიტარი და მე მინდა გითხრათ, რომ სალამ ქუთაისის არჩეულ პარლამენტში არჩეულ წარმომადგენელს ზინავს, მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საზოგადოებამ გამოიღვიძოს, რათა ქუთაისს არ წაართვან პარლამენტი, რათა საქართველოს არ წაართვან ქუთაისში პარლამენტი, რათა ჩვენ ყველას არ წაგვართვან საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იდეა, საქართველოს რეგიონალიზმის, საქართველოს გაძლიერების, საქართველოს ყარათ ორ ფეხზე დაყენების იდეა, რომელსაც განასახიერებს ქუთაისის პარლამენტი. მაგრამ სანამ გადავიდოდეთ ქუთაისის საკითხზე, მე მინდა ჩემი გულისწყრობა გამოთქვა. თქვენ იცით, რომ დღეს თუ გუშინ საპატიმრო განთავისუფლეს რამდენიმე კანონიერი ქურდი. ეს არის ელგუჯა დიღმელაშვილი, გიორგი კარანაძე, იაკიჩი, რევას სესკურია ვეფხორ, პაპიაშვილი, ძოწენიძე, დარახველიძე, ელგუჯა დიღმელაშვილი. კიდევ 20 გამოდის უახლოეს დღეებში და მე მარტო ამ ფაქტს კი არ მინდა გამოეხმაურო, ჩემთვის განსაკუთრებული შემაშფოთებელი იყო ის თუ რა რეაქცია მოყვა ამათ განთავისუფლებას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან. და რეაქცია არის ასეთი, რომ მოხდა რაღაც მოვლენა, ესენი გამოვიდნენ, დიდი ამბავი, ამნისტიამ გამოუშვა, ჩვენ რა შუაში ვართ, ჩვენ გავაგზავნებთ ბრძოლას. მინდა გითხრათ, რომ თქვენ გახსოვთ ალბათ ნიაზ დიასამიძის კლიპი იყო, ჩვენ ყველამ რომ ვიმღეროთ თვითონ სიმღერა, ავაშენებთ სახს. ტელევიზორში ტრიალებ და სულ მახსენდება ეს კლიპი, რომ მოდის ეს კლიპი. რომ ნელა აგურ იდება და საქართველოს მაიწყო აშენება. ეს კლიპი ეხლა რომ გადავახვიოთ უკან. დაახლოებით ასეთი სურათის წარმოდგენა მაქვს მე დღეს. ჩვენ გადავახვით თითქოს უკან ვახვევთ ჩვენ ისტორიას და მიდივართ 90-იან წლებში. 90-იან წლების ყველა ეს დიდი დამახასიათებელი თვისება ჩვენთვის იყო პასუხისგებლობის არ გქონა. მე რა შუაში ვარ, შევარდ მე რა შუაში ვარ, კახათ არ გამაძებ რაღაც კახათ მე რა შუაში ვარ, ხო იცი მე მინდოდა, მაგრამ პარლამენტმა გააკეთა. პარლამენტი იყო და ჩვენ რა შუაში ვართ, ამ კომიტეტმა გააკეთა. კომიტეტი ყო ჩვენ რა შუაში ვართ, ხო იცი ჩვენ კანონებს მაინც არ ასრულებენ, ესენი არ გვემორჩილებენ. რა შუაში ვიღაცამ რაღაც ამნისტია მიიღო. ამნისტია შემოიტანა ზუსტად იმ ხალხმა, ვინც 92 წლის დასაწყისში ხედრიონის მითითებით იმ ხალხმა, იმ სახელებად გვარებმა გამოუშვეს მაშინ ბანდიტები საქართველოში. თქვენ არ გახსოვთ უმეტესობას. მე მახსოვს ეს სურათები. გაუბედურებული თბილისი, გაუბედურებული ქუთაისი, გაუბედურებული და გადამწვარი საქართველოს ქალაქები, სამოქალაქო ომი. და მე ნამდვილად არავის შეშინება არ მინდა, იმიტომ რომ ეს ძალიან მაწუხებს, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ ეს ხალხი კანონი ქურდენ ორგანიზებული დანაშაული არ ღვევს ჩვენი საზოგადოების ფაბრიკას, ჩვენი საზოგადოების მასალას, რომლითაც ვართ რომლიდანაც ვართ აგებული. ეს ხალხი შევა ისევ ჩვენს ეზოებში, ხო? ჩვენს ეზოებში იზრდებიან ჩვენი შვილები. ბოლო 9 წელი, ბოლო 8 წელი, 7 წელი, როცა დავამყარეთ წესრიგი, იზრდებიან იმ პირობებში, როცა არ ესმით რა არის ქურდი და ამიტომ არ ესმის, ჩვენ ახალგაზრდებს არ ესმის, რას ნიშნავს უმაღლესი ქთამით მიღება ქუთაისში რომ გამოდიოთ, ეცინებოდათ. არ ესმით, რას ნიშნავს დანაშაულის დომინაცია საქართველოში. ეხლა ამბობ, არა უშავს, გამოუშვებთ უცხოეთში სწავლენ. თქვენ გონიათ უცხოური ქვეყნები ფულს გადაგვიხდიან იმის შორის ჩავდნენ. მეტი საქმე არ აქვს. თან ტელევიზიით რო აცხადებს მთავრობა, რომ არა უშავს, ჩვენ გამოვიდა მთავრობა, გუშინ გამოაცხადა, ყველანი სწავლენ უცხოეთში. მეტი საქმე არ აქვს. უცხოელებს თან რო გაიგება, რომ ესენი გმიდიან, შეუშვან თავის ქვეყნებში. თავს ნუ ვისულელებთ. ამავე დროს საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი გამოდის და იძახის პაწაწინა გრეჩიხუნას. პასუხი არ უნდა ვაგებინოთ. დიდი რამბავი ტელეკამერების წინ ხელი გამოჭრა ვიღაცას. პაწაწინა გრეჩიხუნა. უნდა ვაგებინოთ პასუხი, რა თქმა უნდა, გუბერნატორის იმ მოადგილეს, რომელმაც ექსკვირაში აღადგინა კახეთის სტიქიის შემდეგ. გაუსაძლეს პირობებში. და ის უნდა ჩავსვათ აუცილებლად ციხეში, იმიტომ რომ არ უღალატ თავის იდეალებს, იმიტომ რომ ქუთაისში პარლამენტია გადასატანი, ხმები არ ყოფილს უმრავლესობას. ღვინიაშვილია დასაშინებელი კახეთის ყოფილი გუბერნატორი. როგორ დავაშინოთ? მოდი მის ყოფილი მოადგილე დავიჭიროთ, ხელები დაუგრეხოთ ღვინიაშვილს და ხმა აუწიოს
კენჭი უყაროს, იმიტომ რომ ხო ვერ ეტყვია პრემიერ-მინისტრს, არა აქვს ხმები, არა აქვს კონსტიტუციური უმრავლესობა. დაიჭირეს, დააშინეს, ოჯახის წევრები მოუსყიდეს, პარლამენტის წევრებს ვლაპარაკობთ, საკრებულოს წევრები დაუჭირეს, აგერ მოადგილე ყოფილი დაუჭირეს და მაინც არაძლევი ხმას ქუთაისიდან პარლამენტის წამოღებას და სხვა საქმეებს ცვლილებს. პრემიერ-მინისტრს ამას ვერ ეუბნებიან, მაგრამ უნდა გააგრძელონ დაჭერა ხელების გადაგრეხვა. მაგრამ პაწაწინა გრეთში ხუნა უნდა იყოს გარეთ. ეს პაწაწინა გრეთში ხუნებად გაუმწარეს მრავალთაობას ცხოვრება მრავალი აწლეულის განმავლობაში საქართველოში. ეს აღარ უნდა განმეორდეს საქართველოში. ეს არის დღეს რისი დამკვიდრებაც ხელახლა ხდება უპასუხისმგებლობის, მე ძალიან მშიშობ და უპასუხისმგებლობის და განუკითხაობის სინდრომის. და მშიშობ ასევე უსამართლობის სინდრომის. რაც შეეხება ქუთაისის პარლამენტს. ქუთაისში პარლამენტი ბევრად დიდი იდეა ვიდრე უბრალოდ ქუთაისის პარლამენტი. ეს არის საქართველოში პოლიტიკა ეკუთვნის ხალხს თუ ეკუთვნის ერთ ქუჩაზე და ცხოვრებ ერთი და იგივე ერთი მუჭა ადამიანებს. გამსახურდიას როცა ამხობდნენ, გარშემო მთელი საქართველო თავის ცხოვრებით ცხოვრობდა. კეიფობდნენ, ქორწინებებს ჰქონდათ. არავის არ აინტერესებდა რა ხდებოდა თბილისთან ერთად აღებულ ქუჩაზე იქით. დაამხეს, მაგრამ მე როცა მოიცალეს, გადაუარეს პრაქტიკულად დანარჩენ საქართველოს. და იმ ჭრილობებს დღემდე ვერ ვიშუშებ. ამიტომ ჩვენ მოვტაცეთ ეს პოლიტიკა ამ ერთ ქუჩას. და მნიშვნელობა არ აქვს ეს ქუჩა თბილისშია თუ შეიძლება ყოფილიყო თელავში ან ჩხოროწყუში. ერთ ქუჩაზე იყო. და დაუბრუნეთ ქართულ ხალხს. სად არის გეოგრაფიული ცენტრი საქართველოს? რა თქმა უნდა ქუთაისში. იქ სადაც დავით აღმაშენებმა ჩაუყარა საფუძველი, ჯერ კიდევ და გააგრძელა ის რაც ბაგრატმა და სხვა დიდმა ქართულმა მეფეებმა გააკეთეს. იქ სადაც ჩვენ ავაღორძინეთ ჩვენი ბაგრატის ტაძარი, იქ სადაც იყო გელათი. ქუთაისი არის შემკვრელი ქართული ტრადიციების და თუ რამე არის ქართული და განსაკუთრებული ეს არის ქუთაისი. და რო შევხედოთ, ახალი გზით გავდივართ, ახალციხე ავაღორძინეთ. ბათუმი ხელახლა ავაღორძინეთ. ბლაზიკაში ძალიან დიდი პორტს ვაშენებდით, რომელიც იქნება დასავლეთ საქართველოს თავი პორტი. ფოცის დიდი განვითარება, ქუთაისის აეროპორტის განვითარება, სვანეთის დიდი განვითარება. უნებრივია თბილისის დიდი განვითარება. ქუთაისი არის ამ ყველაფრის შემკვრელი. გამოაძრობ ამას ქუთაისს, თავის წყალტუბოთი, თავისი გარშემო ტურისტული ინფრასტრუქტურით, თავის დიდი ეკონომიკური ინფრასტრუქტურით და პრაქტიკულად მთელი კონსტრუქცია გვეშლება. ეს არის საქართველოს პოლიტიკური განვითარების დასაწყისი ქუთაისის პარლამენტი, ეს არის საქართველოს ეკონომიკურად დიდი ნახტომის დასაწყისი. აი საქართველო ამ ნახტომში უნდა ეხლა ჩამოხსნა ჰაერი და დაამიწონ და ისევ მოგტეხონ ორივე ფეხი. აი ეს არის ქუთაისის პარლამენტის გამოგება. პუტინის შემთხვევით არ იძახოდა წიფლისკაია გუბერნია. საქართველო ადვილად არის სამართავი თუ ერთი ქუჩით და მართავ თბილისთან. წიფლისკაია გუბერნია. და დღეს ის ხალხი, ვინც იძახის და გუშინ უსმენდი ერთ-ერთ დიპლომატს, მინისტრის მოადგილე საქართველოს, რომელიც იყო შევარნაძის დიპლომატი, ერთ-ერთზე ახმოვანებდა იმას, რასაც მთელი ეს წლები გვეუბნებოდა რუსები. გეგონება უსმენდი ვიღაც FSB-ს გენერალს. შეიძლება რაღაც ჩინია აქ FSB-ში. აი ზუსტად რასაც რუსები გვეუბნებოდა მთელი ეს წელი, ამაზე მოგვიწერე ხელი, ამაზე. იგივეს ქადაგებთ. ხო მოუწერა ერთხელ ხელი შევარნაძე. 94 წელს ხომ მოაწერეთ ხელი აფხაზეთის ხელშეთანხმებას. ხომ მოაწერეთ ხელი სოჩის ხელშეთანხმებას. ხომ მოაწერეთ ხელი დაგომის მანატი. ხო შევედით ეს დსთ-ში. ხო ჩამოვიყვანეთ იგორ გიორგაძე. ხო ჩამოვიყვანეთ შოთა კვირაია. ხო ჩამოვიყვანეთ ვარდიკო, დაუვიწყარი ნადიბაიძე. ეხა ხო ჩამოგუყვანეს ისევ ხაბურძანია. ხო ჩამოყავთ ისევ თარგამას, ჩამოყვანეს თარგამას, ხო ჩამოყავთ ისევ იგორ გიორგაძე, როგორც გაირკვა. რამდენჯერ უნდა ვიაროთ ერთ-ერთი წელს. ხო ჩამოგუყვანეს ისევ FSB-ში დიკებით და თავრობაში დაგვისვეს. ყველაფერი ესე წავა და მართლა ვიმოძრაებ წიფლისკაია გუბერნიისთვის, ოღონდ ერთი ფაქტორი არ გაითვალისწინეთ, ქართული საზოგადოება. თქვენ ვერ გამოგითვალისწინეთ, ჩემო მეგობრებო. ამიტომ როგორც არასდროს და ხშირად ამბობ, რომ აი ქუთაისიდან ქუთაისში წაიღეს პარლამენტი, თბილისში შეძეთ მიტინგებს, ოპოზიციას მიტინგებს არ ეშინია. თბილისი არის ჩემი პოლიტიკური კარიერის დასაწყისი და საფუძველი. აქ ვიყავი მე საკრებულოს თავმჯდომარე, აქედან დაიწყო ნაციონალური მოძრაობა და აქედან დაიწყება, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წერტილი აღორძინების იქნება თბილისი სწორედ. მაგრამ მე ამოდივარ იმიდან კი არა ჩვენი რა საიდან დაიწყება. საქართველოსთვის რა არის სწორად? თბილისისთვის რა არის სწორად თავკომბალა არ იყოს.
თბილისი მაშინ იქნება ძლიერი, როცა თავკომბალაკი არ იქნება, არამედ იქნება ძლიერი საქართველოს, ძლიერი დედაქალაქი. და უბრალოდ ჩამოშლილი, გაუბედურებული, ჩამკვდარი, განადგურებული, უიმედო, რეალურად დეურბანიზირებული საქართველოს ქალაქების და სოფლების ადგილი. აი ამბობენ, რომ განათლების ცენტრად უნდა ვაქციოთ ქუთაისი. განათლების ცენტრი არის სტრასბურგი, იმიტომ რომ იქ არის ევროპარლამენტი. სადაც არის ფუნქცია, იქ არის განათლებაც. ძალიან მაგარი განათლებული ხალხი არის ქუთაისში, მაგრამ ბუნებრივი ბაზა არის ეს. ამ ბუნებრივი ბაზა შეიძლება ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ბაზა. და ავტობანი აუქცევს გვერდს ქუთაისს და რეალურად დაიწყება ეხლა ქალაქის ხელახალწობა პარლამენტის გარეშე. სხვასაც გეტყვით. დღევანდელ პირობებში პარლამენტი რო შენარჩუნდეს, უახლოესი თვეები და წლები განვითარება მაინც ძნელად წავა, იმიტომ რომ სანამ იქნება კითხვა მაინც ხوار გადაიტანენ, ყველაფერს ეს აჩერებს, მაგრამ თუ გადაიტანეს, მაშინ ნამდვილად ყველაფერი მოკვდება. მაშინ იმედიც მოკვდება. დღეს რო კითხვის ნიშანი არ იყოს, დღეს იქნებოდა უფრო სწრაფი განვითარება, ვიდრე როდის მოხდა საქართველოს რომელიმე ქალაქში და რომელიმე ადგილზე, ვიდრე ბათუმში, ვიდრე თბილისში, ვიდრე ანაკლიაში, ვიდრე მესტიაში, ასამდე როდისმე ვიდრე ყოფილა. ასე არ მოხდა. ამიტომ მინდა გთხოვოთ თქვენი თანადგომა, თქვენი ერთადდგომა. ჩვენ ქუთაისელები ძალიან მაგარი ხალხი ხართ. მაგრამ მარტო მაგარ ხალხად ყოფნაში არ არის საქმე. ყველა დანარჩენა, ბაღდადელებმა, წყალტუბოლებმა, ზესტაფოლებმა, ხონელებმა, სამტრედიელებმა, ყველა დანარჩენმა უნდა დაინახოს მნიშვნელობა, ყველა დანარჩენ რაიონებმა უნდა დაინახოს მნიშვნელობა, რატო ამ მნიშვნელობა, რომ იქ იყოს სწორედ ეს პარლამენტი. იქ იყოს სწორედ პოლიტიკური ცენტრი. ამას ჩვენ ვერცერთი უცხოელი ვერ აგვიხსნის და ვერცერთ სახელმწიფოში მარტო ვერ ამოვიკითხავთ. ეს ჩვენ ინსტინქტურად უნდა მივხვდეთ, რომ სწორედ